მოგესალმებით, გოგს. ღია კარის დღე, წინა სემინარსაც მოვაწყობთ თემაზე ვინჩუნის სპორტში. და ამ სემინარს ჩაატარებს ჩემი მოსწავლე, თორნიკე ანიკაშვილი, სრულად წარმატება. თავი გქონდა. რა შენ იმზე დადგები, ვისაც აინტერესებს რიგის თემა, შეგვიძლია ლინკშიც საფრთხეთ პარლამენტით და რაც შეეხება ლადო არის ირმანის თასის მფლობელი. ესტონეთში გამართულ შეჯიბრებაზე აიღო პირველი ადგილი და დასახელდა საუკეთესო მოჩხუბარ მებრძოლ სპორტსმენად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ვფიქრობ ძალიან დიდი წარმატებაა. მე ვარ თორნიკე ანიკაშვილი, სპორტ კლუბ კლასის ერთ-ერთი ინსტრუქტორი და დიმიტრი არის ჩემი მასწავლებელი. მასთან შედარებით კომპეტენცია ძალიან დაბალი მაქვს, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე აძლევს იმ თავისუფლებას, რომ ჩემი თავი გამოვხატო როგორც ინსტრუქტორი. მისი დამსახურება, რომ ჩვენი კლუბი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციებთან. ესეც მეტყველებს, რომ კლუბი არის განვითარებაზე ორიენტირებული. ყველამ კარგად ვიცით, რომ ვინჩუნი საბრძოლო ხელოვნებაა და ვინჩუნში არანაირი წესი არ არსებობს. და ვინჩუნისტებისთვის ჩვენთვის ეს გამოწვევაა, რომ ჩვენი ტექნიკა დავაკორექტიროთ და მოვარგოთ სხვადასხვა წესებს. სპორტში შესაძლებელია დავაკორექტიროთ ჩვენი ხედვა, პრინციპები და მოვარგოთ წესებს. უბრალოდ ამას სჭირდება სწორი ძალისხმევა.